Auxnat ბიუროს ხდომა მოგესალმებით მეგობრებო, რამოდენიმე საკითხია. თქვენ იცით რომ განცხადებაც იყო ამასთან დაკავშირებით გაკეთებული და რეგისტრაციაში უნდა გავატაროთ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი დასკვნის მიხედვით პოლიტიკური ჯგუფის ევროპული სოციალისტების მოკლედ ამათი რეგისტრაციაში უნდა გავატაროთ ეს ჯგუფი ევროპელი სოციალისტები და გთხოვთ ამასთან დაკავშირებით ხელისაწევი დავადასტუროთ ჩვენი თანხმობა. დასამტკიცებელი გვაქვს აგრეთვე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი პარლამენტის კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლების კვოტები. შესაბამისად ამისა ესეც კენჭისყრით დავადასტუროთ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა წესების კომიტეტის მიერ დასამტკიცებლად არის წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დოკუმენტაციის საკითხებთან დაკავშირებით დროებით კომისიაში პროპორციული წარმომადგენლების კვოტები. ანუ ამ კომისიას ხელმძღვანელობდა ესე დავამტკიცოთ მე გეტყვით რომ პაატა სალია იქნება დამატებით ჩვენ ესე დავაყენებთ საკითხს და თქვენც ალბათ შემდეგ მხარს დაუჭერთ უმრავლესობიდან ეგ იქნება და ინჯია ელია დარჩება როგორც ოპოზიციის წარმომადგენელი ისევე როგორც ხალხის ძალადან იქნება ეკა სეფაშვილი უკაცრავად. საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა წესების კომიტეტის მიერ დასამტკიცებლად არის წარმოდგენილი 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შესწავლილი საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები და ესეც უნდა დავამტკიცოთ. დიდი მადლობა ხარდაჭერისთვის. და ასევე კენჭი უნდა უყაროთ და ჩვენი ხელისაწევი დავადასტუროთ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა წესების კომიტეტის მიერ დასამტკიცებლად წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის მუდმივ მოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები და ამაზეც გთხოვთ თქვენ მხარდაჭერას. ცნობად მივიღებთ საქართველოს პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილ 2025 წლის 6 თებერვლის კომიტეტის თომაზე დამტკიცებულ კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმას მივიღეთ ცნობა და ასევე ცნობად მივიღებთ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარი მოხსენებლის გივი მექანაძის მიერ წარმოდგენილი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტებში შექმნილი ერთობლივი თემატური მოკვლევის სასკოლო საზოგადოების ჩართულობა ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პროცესში და ამ ჯგუფის დასკვნაც მივიღოთ ცნობად. ასე რომ ბიუროს ხდომა დამთავრებულია. დიდი მადლობა ბრძანებისთვის. დავასრულოთ.